ჯანკაცების საიდუმლო გამოხატულია ქრისტოლოგიურ დოგმატში, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მანამდე ამის თაობაზე მრავალი ღვთისმეტყველი წერდა და მრავალ მნიშვნელოვან დებულებასთან ერთად იყო მრავალი არასწორი გამოთქმა, არასწორი ტერმინოლოგიური განსაზღვრება, არასწორი შეხედულება ამ საკითხის თაობაზე, რამაც მრავალი გაუყუმართებული სწავლება წააღროშვა. ამ მხრივ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა საღვთისმეტყველო დოგმატების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ორ საღვთისმეტყველო სკოლას. ეს არის ანტიოქიური და ალექსანდრიული სკოლა. ანტიოქიური სკოლა ისევე როგორც წმინდა საერთოდ ზოგადად წმინდა წერილის ეგზეგეზაში მისდევს ბუკალიზმის გზას. მაშინ როცა ალექსანდრიული ღვთისმეტყველება მისტიკურ, ალეგორიულ, სიმბოლურ მეთოდს ირჩევს. ორივე მათგანი ფილოსოფიური წანამძღვარი სხვადასხვა იყო. კერძოდ ალექსანდრიული ემყარებოდა პლატონის იდეალიზმს, ხოლო ანტიოქიური სკოლა დაფუძნებული იყო არისტოტელესეულ კონკრეტულ რეალიზმზე. და ეს თავს იჩენდა ხოლმე ყოველთვის ამა თუ იმ საღვთისმეტყველო საკითხის გადაწყვეტისას. ასე მოხდა ქრისტოლოგიური დოგმატის ჩამოყალიბების დროსაც. თუ ანტიოქიელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქრისტეს კონკრეტულ პიროვნებას, მის ისტორიულობას და მხედველობიდან რჩებოდათ მისი არსების ღვთაებრივი მხარე, ალექსანდრიული სკოლა პირიქით ყურადღებას აახვილებდა მის ღვთაებრიობაზე და ნაკლებ ადგილს უთმობდა ქრისტეს როგორც ისტორიულ პიროვნებას, მის მიწიერ ცხოვრებას. ორივე სკოლამ უდიდესი ღვთისმეტყველები მოგცა, მაგრამ ორივე სკოლამ იმავდროულად დიდი ერესიარქებით წარმოშვა. ქრისტეს გაგების საკითხში მრავალი სხვადასხვაგვარი ძალებლობა არსებობდა, მაგრამ კონკრეტულად ქრისტოლოგიური დოგმატის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ანტიოქიური სკოლის წარმოადგენლის კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნესტორის ძალებლობა, რომელიც ქრისტეში განყოფდა რა, სწორად განყოფდა რა ორ ბუნებას, ღვთაებრივსა და ადამიანურს, იმავდროულად ცდარად უმართებულად უშვებდა მასში ორ პიროვნების არსებობას, ღვთაებრივისა და კაცობრივი პიროვნების არსებობას. აქედან გამომდინარე, იგი ღვთისმშობელს უწოდებდა არა ღვთისმშობელს, ანუ თეოტოკოს, ბერძნულად, არამედ ანთროპოტოკოს, ანუ კაცის მშობელს. ცოტა შერბილებული, მისი გაგების შერბილებული ვარიანტით, ქრისტეს მშობელს, ქრისტეტოკოს. ის იმ წანამძღვრიდან ამოდიოდა, რომ ღმერთი არ შეუძლია შუას ადამიანმა. აქედან თუ კი ქრისტეში იყო ორი პიროვნება, როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური, ეს ყოველივე აუქმებს ჯვარცმის გამოსყიდვის დოგმატს. რადგან ამ ყოველივეს ქრისტეს ცხოვრება, ქრისტეს მოძღვრება დახავს ოდენ ზნეობრივ საფუძველზე. რელიგიური რეფორმატორის დონემდე ჩამოყავს ისტორიული ქრისტეს პიროვნება. თუ კი მასში განყოფილი იქნება საღვთო პიროვნება ადამიანური პიროვნებისაგან. ამის საპირისპიროდ, როგორც რეაქცია, აღმოცენდა საპირისპირო მიმდინარეობა ალექსანდრიაში და მის სათავეში იდგა კილირე ალექსანდრიელი, რომელიც ხაზს უსვამდა ქრისტეში ღვთაებრიობის არსებობას. და მას აქვს ასეთი გამონათქვამი, განხდობილი სიტყვის ერთი ბუნება. ეს რა თქმა უნდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცდარად გაიგეს მისმა მიმდევრებმა, რამაც საფუძველი დაუდო მეორე საპირისპირო მონოფიზიტურ ერესს, რომელიც საბოლოოდ აღიარებდა რა ქრისტეში ერთ პიროვნებას, იმავდროულად უშვებდა მასში ერთი ბუნების არსებობას, ღვთაებრივი ბუნების არსებობას. და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს წვალებლობა, მონოფიზიტობა მრავალგვარი იყო, დაახლოებით 13-მდე ვარიანტს გამოყოფენ, თუმცა შეიძლება მაინც ორ ძირითად მიმართულებად დაჯგუფდეს. ეს იყვნენ უკიდურესი და შედარებით ზომიერი მონოფიზიტები, იულიანიტები და ვთქვათ სევერიანელები, იულიანე ალიგარნასელისა და სევეროს ანტიოქიელის ერესიარქების სახელების მიხედვით, მაინც ზოგადი საერთო რას მონოფიზიტობას ახასიათებს, ეს არის ის, რომ მასში კნინდება თუ სრულიად არ ქნება ადამიანური ბუნება.
რითაც იგი საბოლოო ჯამში დოკეტიზმის დონემდე დადის. დოკეტიზმი უფრო ადრე არსებული ერესია, რომელიც წარმოშობილია ბერძნული სიტყვისაგან, მისი სახელწოდება დოკეოს, რაც მოჩვენებით სულას ნიშნავს, მოჩვენებას ნიშნავს, რომლებიც აფიქრებდნენ, რომ თითქოს ქრისტე ღვთაებრივი ბუნება მოჩვენებითად მიიღო. აი ამ ყოველივეს საპირისპიროდ, როგორც ნესტორიანელობისა, ისე მონოფიზიტობისა, ქალკედონის სოფლიო საეკლესიო კრებამ 451 წელს ჩამოაყალიბა ქრისტოლოგიური დოგმატი, ანუ მოგვცა ჭეშმარიტი სწავლება, უცნომელი სწავლება ღვთის განკაცების შესახებ, იესო ქრისტეს შესახებ. აი ამ ფორმულაში, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ჩამოყალიბებულია ის აზრი, რომ იესო ქრისტე ერთდროულად არის ჭეშმარიტი ღმერთის და ჭეშმარიტი ადამიანის. მას აქვს სრული ღვთაებრივი ბუნება და სრული ადამიანური ბუნება. იგი არის ყველაფრით თავისი ბუნებით მსგავსი ყველა დანარჩენი პიროვნებისა და მას აქვს ყოველივე ადამიანური თვინიერცოდვისა. და რომ მან ეს ადამიანური ბუნება მიიღო არაფრისაგან, როგორც პირველი ადამიანის შემთხვევაში, როცა არაფრისაგან იქნება სამყარო, არამედ მან მიიღო ადამიანის დაცემული ბუნება, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისაგან. მაგრამ ქრისტეს არ აქვს ადამიანური პიროვნება. ის არ არის ერთ-ერთი რიგითი ჰიპოსტასი სხვა დანარჩენ ჰიპოსტასებს შორის, ადამიანურ ჰიპოსტასებს შორის. მას აქვს მხოლოდ ღვთაებრივი ჰიპოსტასი. თუ ანალოგიას მოვიშველიებთ და გავავლებთ პარალელს სამებასთან, სამება არის ბუნებით ერთი და სამპიროვანი. ქრისტე არის ერთპიროვანი და ორი ბუნების მქონე. ეს არის ქრისტიანული დოგმატის მართლმადიდებლური ინტერპრეტაცია. ამ დოგმატში, ქალკედონის დოგმატში, ქრისტოლოგიურ დოგმატში გამოყენებულია 4 ტერმინი, რომელთაგანაც 2 მიმართულია ნესტორიანელობის წინააღმდეგ, 2 მონოფიზიტობის წინააღმდეგ. რომ ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებები თანაარსებობენ, თანამყოფობენ შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფლად და განუყრელად. როგორც ხედავ, 4-ვე განმარტება უარყოფითია, რაც ეს ტერმინები თარგმანია ბერძნული ტერმინებისა ასინხიტოს, ატრეპტოს, ადიერეტოს და ახორისტოს. როგორც ხედავთ, 4-ვე მათგანს უარყოფითი ნაწილაკი, ბერძნულისათვის დამახასიათებელი უარყოფითი ნაწილაკი ახლავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ დოგმატში, ამ უარყოფითი ტერმინებით, სწორედ უარყოფითი ღვთისმეტყველების, აპოფატური ღვთისმეტყველების, ანუ უკუთქმითი ძველი ქართულით, ღვთისმეტყველების მეოხებით არის ახსნილი ეს უდიდესი საიდუმლო, რომელიც უარყოფითი ღვთისმეტყველების მეთოდებით გვიხსნის და იმავდროულად გვიკრძალავს გონებით, როგორმე წარმოვიდგინოთ, თუ როგორ არის ეს ყოველივე თანამყოფობაში ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება, როგორ თანაარსებობს ერთმანეთთან. ეს როგორც უკვე აღნიშნე, ზერაციონალურია, გონების მიღმურია და ეს დოგმატი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დიდი რწმენით მიიღწევა. ის, რომ ქრისტეში არსებობს ერთი პიროვნება, თავის საფუძველშივე აღკვეთავს ყოველგვარ ფსიქოლოგიზმს. ანუ რაიმე ფსიქოლოგიურ დახასიათებას ქრისტეს პიროვნებისა, რომელსაც ასეც ცდილობდნენ პირველ რიგში მწერლები და ზოგიერთი ზერელი ღვთისმეტყველიც, როცა იწერებოდა სხვადასხვაგვარი ქრისტეს ცხოვრებები. მათი შემოსვლა შორს აგვიყვანდა გასაკუთრებით მხატვრულ ლიტერატურაში, როცა ცდილობენ რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ტიპი დაგვიხატონ ჩვენ ქრისტესი. ეს ყოველივე ცდა ყოველთვის მთავრდებოდა და მომავალშიც დამთავრდება კრახით. რადგანაც ღვთაებრივი პიროვნების ფსიქოლოგიის აღწერა შეუძლებელია. აქვს რა ორი ბუნება ქრისტეს პიროვნებას, ქრისტეს ღვთაებრივ პიროვნებას, შესაბამისად მას აქვს ორი ნება და ორი ქმედება. მოგეხსენებათ შემდგომში წარმოიშვა მეორე მწვალებლობა, მონოთელიტობა, რომელიც მართალია ორ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ აღიარებდა იმავდროულად მხოლოდ ერთ ნებას, ღვთაებრივ ნებას. მართლმადიდებლური სწავლებით ნება ბუნებისთვისებაა და არა პიროვნებისა და რადგან ქრისტეში ბუნება ორია, შესაბამისად მას აქვს ორი ნებას, ღვთაებრივი და ადამიანური. ადამიანური, რომელიც თლიანად ემორჩილება, თავისუფლად ემორჩილება საღვთო ნებას. იმავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვთაებრივი ბუნება მთლიანად გამსჭვალავს ადამიანურ ბუნებას და განაღვთობს მას.
ამას ღვთისმეტყველებაში აღნიშნავენ სიტყვით პერიხორეზის. ლათინურად კომუნიკაციონ იდიომატუმ. ეს ურთიერთგამსჭალვა გავს დაახლოებით ატარებენ ხოლმე რკინას და ცეცხლს. როდესაც რკინა ინარჩუნებს თავის ბუნებას, მაგრამ იმავდროულად იგი არის ცეცხლიც. და როგორც ივანე დამასკელი ამბობს, ღმერთი ხორციელი იქნა, მაგრამ იგივე დარჩა ხორცად, რომელიც თავისი ცეცხლით განახორციელებს ადამიანურ ბუნებას.